პოლიტიკური კონფლიქტის მძევლები ამ ტერმინით იხსენიებს ანგარიში ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია გალში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს. Human Rights Watch-ის 71 გვერდიანი მოხსენება გალის რაიონში მცხოვრები ქართველების უფლებების დარღვევას ეხება. ანგარიში აღნიშნულია, რომ დაახლოებით 47,000 საბრძოლო მოქმედებების შედეგად გადაადგილებული პირი გალის რაიონში დაბრუნდა, თუმცა მათი სამოქალაქო თუ პოლიტიკური უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. მოკვლევის შემდგომ უკვე გამოიცა ეს ანგარიში და უბრალოდ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ანგარიში იბეჭდება საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც უშუალოდ ეხება გალს და ჩემს სამთავრობო არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ანგარიში იძლევა შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაზრდეთ, რომ შევხედოთ ამ სიტუაციას იგივე საერთაშორისო ორგანიზაციის თვალით. ანგარიში გალის რაიონში მცხოვრები აზრი მეტი ადამიანის ინტერვიუზეა აგებული. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ Human Rights Watch ადგილობრივმა ქართველებმა თავიანთი წუხილები გადასცეს. ანგარიში დოკუმენტურადაა ნაჩვენები, როგორ ილახება აფხაზეთის ხელისუფლების მიერ დაბრუნებულთა თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და სხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური უფლებები. ერთ-ერთი პრობლემა, რაზეც ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესია. Human Rights Watch-ის განცხადებით, გალში მცხოვრები ქართველებისათვის აფხაზური პასპორტების მიღება ძალიან რთული პროცედურაა და დისკრიმინაციულია. ადგილობრივი ქართველები აცხადებენ, რომ ისინი იძულებული არიან ეგრეთ წოდებული აფხაზური პასპორტებით ისარგებლონ, რადგან აფხაზური პირადობა გარკვეული უფლებებით სარგებლობას გულისხმობს. უნდა გქონდეთ როგორი პასპორტი? აფხაზური პასპორტი. იქა ვარ და რასი ზამი იქაური ქუდი უნდა დაიხურო საშველი არ არის რა ვქნათ. ჩვენი ბედი ასეთი ყოფილა. ჯერჯერობით. მერთმა კარგად ქნას, რომ ერთადრო ვიყორთ. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას საშუალო განათლების მიღება ძირითადად რუსულ ენაზე უწევს. ქართველი ბავშვების უმრავლესობამ კი ეს ენა არ იცის. ეთნიკური ქართველების ინტერესები ამ შემთხვევაშიც იგნორირებულია. ბავშვი უნდა შეიყვანოს სკოლაში, ბავშვს ელემენტარული განათლება ხო უნდა მიაღებინო და იძულებული ვარ რომ შევიყვანო, მე მყავს იქ ბავშვი, ეხლა რუსულად სწავლობენ, რუსულად იმასშვებიან რაღაცას. არ არის ქართული. მთავარი პრობლემა, რომელსაც გალის რაიონში მცხოვრები ქართველები ყოველდღიურად აწყდებიან, კვლავ მიმოსვლის უფლების შეზღუდვას ეხება. ამ საკითხს ორგანიზაცია ვრცლად განიხილავს და ანგარიში რამდენიმე გვერდს უთმობს. პროპოსკი 100 მანეთი იღებს. 100 მანეთი. ხო და გზა 50 მანეთი ავტობუსით. არ გიჭირთ ამ თანხის გადახდა? რა ვქნათ? და ვის უხდით ამ თანხას, ვის აძლევთ? აფხაზებს ვის ვაძლევთ? აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს სრულად ეთანხმება. უწყებაში აცხადებენ, რომ გალის რაიონში მიმდინარე პროცესები დოკუმენტში ზუსტად და დეტალურადაა აღწერილი. ანგარიში ნათლად ჩანს, რომ იქ ადამიანის უფლებები მართლა ირღვევა და მისი ესე იგი პოლიტიკური ხედვა და მისი შეფასებები ცალსახაა იმის შესახებ, რაზეც ჩვენ წლების განმავლობაში საუბრობთ, რომ გალის რაიონში და მთლიანად აფხაზეთში ირღვევა ადამიანის უფლებები, ზუსტად აი ეს იქნა ასახული საერთაშორისო ორგანიზაციის მიუკერძებული საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშზე, როგორც Human Rights Watch. Human Rights Watch-ი ანგარიშის დასასრულს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მისამართით საკვანძო რეკომენდაციებს გასცემს, სადაც მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასთან ერთად გალის რაიონში დამოუკიდებელი და ნეიტრალური მონიტორინგისა და არსებული სიტუაციის გაშუქების უფლებას მოითხოვს.